მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას წუთის სოფელი. როგორც მოგეხსენებათ, წუთის სოფელი მიძღვნილი არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი. დარბაზი კი, როგორც მოგეხსენებათ, შექმნილი არის ილია მეორეს ჩვენი უწმინდესის თაოსნობით, მისი დაფუძნებულია და მისი კურთხევით არსებობს. ჩვენ წუთის სოფელი უკვე 4 წელია დაიწყო, 4 წელი არის რაც ვართ და გადაცემის სრულობაზე მოყავს გვარის წინამძღოლები, გვარის შვილები, რომლებიც თავიანთ გვარის ისტორიას ამჩნევენ საზოგადოებას. ჩემო ძვირფასებო, ამ წელში გვაქვს გადაწყვეტილი, რომ გადაცემა წუთის სოფელი გადაცემები მიუძღვნათ ილია მეორის ხსენებას. მართალი არის, ილია მეორე ფიზიკურად გარდაიცვალა, მაგრამ სულიერად ის ჩვენთან არის, იქნება მუდამ. იყო, არის და იქნება მუდამ. აგრეთვე მინდა რამოდენიმე სანამ ჩვენს სტუმარს წარმოგიდგენდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე. ამ დღეს, როგორც ყოველთვის, გვარის წინამძღოლები, გვარის წარმომადგენლები ვიკრიბებით კაშოთის ეკლესიის წინ, ჩვენი ალმით, დროშებით, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის ტრადიციული, არის ოჯახის მოყვარული, არის საქართველოს მოყვარული, არის უფლის მოყვარული. ამიტომ 17 რიცხვში 12-დან 1 საათამდე ველოდები გვარის წინამძღოლებს და გვარის შვილებს. შეგიძლიათ თქვენი ოჯახით წამოხვიდეთ, შეგიძლიათ ეროვნული ფორმა ჩაიცვათ, მაგრამ გვარმა აუცილებლად უნდა მოიტანოს დროშა, რომელიც აღნიშნავს იმ გვარის დარუცვის დროს, რომელიც მან გააკეთა. ჩემო ძვირფასებო, ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ პიროვნება, რომელიც აპატიეთ და ილია მეორეს იცნობდა, ჰქონდა მასთან შეხება, არის თავისი გვარის წინამძღოლი, ძვირფას პიროვნება, კარგი მეგობარი და გვარსაც ძვირფასად უძღვება. მოდი, ჩვენ რომ რაიმე არ გამოგვრჩეს, მოდი მას ვთხოვოთ თავისი საკუთარი თავის წარდგინება. დაიწყეთ. დიდი მადლობა. ბატონი ირაკლი პირველ რიგში მოწვევისთვის. დაიხარეთ. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, თქვენს მაყურებელს, ჩემს აღმოსავლეთში ჩვენსაც ჩავუთავოთ. კი, გენაცვალა. შეიძლება უყურებ ხოლმე ჩვენს გადაცემებს, ამ საინტერესოა. გამოდიან ქართული გვარის წინამძღოლები, ყვებიან თავის გვარზე, წარმოშობაზე და ასე შემდეგ. ვინაიდან დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი უწმინდესის გარშემო მიმზადებით, წარდგინეთ. მე გახლავთ დავით კანთარია, პოლიტიკოსი, თავის დროს და ახლაც ამ სენს ვერ მოვიშოვებს, რომ ჩაერთვები ერთხელ ამ ახალგაზრდული ასაკიდან. დღესაც რაღაც კუთხით ვაქტიურობ ხოლმე. ვარ კანთარიების გვარის წინამძღოლი. ჩვენი გვარის კურთხევა მოხდა 1913 წელს ილია მეორის მიერ და ამით ვარ მადლიერი უფლის, რომ მისი პატრიარქობის დროს მოხდა სწორედ ჩვენი გვარის კურთხევა, კანთარიების გვარის. და ეს გვარი ბარემწინას ვიტყვი და კი ბატონო, ეს გავიცნობდი სანამ ეს ხდებოდა თანამდებობის პერიოდში და ესე დაყობრივად გავყვებით მაშინ. მე დავნიშნე 26 წლის ასაკში ძალენჩიკის რაიონის გამგებლად. ეს არის ყველაზე რთული პერიოდი, არის 93 წელი. 26 წლის შევარ მაშინ შევარდნაძის პერიოდია, ედუარდ შევარდნაძემ წარმატკინა
რაიონის გამგებლად და მანამდე მე მუშაობდით სახელმწიფო საბჭოს აპარატში. მაშინ ესეთი აპარატი იყო, პრეზიდენტის არჩეული პრეზიდენტი არ იყო, ეს მოხდა მე 95 წელს შევარდნაძის არჩევა. და ამ საბჭოდან გადააყალინები ვიყავი წალენჯიხის რაიონში. ყველაზე რთული პერიოდია საქართველოსთვის, არა მარტო რეგიონისთვის, სამეგრელოსთვის, არამედ მთელი საქართველო ახალი გამოსული ამ სამარცხვინო სამოქალაქო ომიდან ასე დავარქმევდი. ჩვენ კარგავთ აფხაზეთს და სექტემბრის თვეში კარგავთ აფხაზეთს. სექტემბერი გადის, ოქტომბერი და სადღაც 10 ნოემბერს მე უკვე რაიონში ჩავდივარ და უძღვები ძალიან რთულ საქმეს. პირველი გაცნობა და პირველი შეხება მოხდა წმინდესთან 1994 წლის ჯვართამაღლების დღეს, როდესაც ჩვენ აზრგანწმენებული თემურ ფიფიას თაოსნობით და ჩემი იქ ადგილზე ორგანიზებით მოვახდინეთ წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში ჯვრის აღმართვა და ეს სადღაც 2-3 წელიწადი წინ იქ წალენჯიხაში ვერავინ ჩადიოდა, არათუ ისევ პატრიარქი თუ გაბედავდა ჩამოსვლას და ამ ღონისძიების გაძღობას. ეს იყო პირველი შეხება, მაგრამ ვინაიდან მე ვარ გვარის წინამძღოლი, მოდი კანთარიების გვარზე ვისაუბრებ. და ამ ამბავსაც დაუბრუნდები თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენი გვარი კანთარია უფრო და უფრო ცნობილი ხდება 1945 წელს საბჭოთა კავშირის გამარჯვების შემდეგ ფაშისტურ გერმანიაზე. ეს გახლდათ მელიტონ კანთარიას და ყველაზე ცნობადი სახე ჩვენს გვარში და ალბათ მსოფლიოში და დღესაც მის გვარს და ჩვენს გვარს პატივსცემენ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მე მქონია რამდენიმე ვიზიტი გერმანიაში, სხვადასხვა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ევროპის. სადაც ახსოვთ ეს პიროვნება, ახსოვთ რუსი ეგოროვი და ახსოვთ კანთარია. რომელსაც პირველი გვარის კვლევაც მე რატომ ამბობ ხა მე თორემ ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ. როგორც ვიცი, ცნობილი გვარი გახდა უცებ საბჭოთა კავშირში და უცებ რამდენიმე წელიწადში მე არ ვიცი რომ უცებ დროშა აიტანა 8 აპრილს 45-ში 9-ში 9 მაისი გამოცხადდა გამარჯვების დღე საბჭოთა კავშირის მიერ საათობრივი სხვაობა და ამაზე ესაც მიდის ავა ევროპის ქვეყნები არ აღნიშნავენ 8 მაისს და 9 მაისს რატომ საბჭოთა კავშირმა მოიგო ომი. მოიგო ქართველების ძალიან დიდი ძალისხმევით. კი ბატონო. გინდა სტალინი ავიღოთ, ბერია და პიუს კანთარია. რომელმაც საბოლოოდ დაუსვა აი ამ ომს შუაგულ ევროპაში წერტილი, რომ ომი დამთავრდა, დაიწყო მშვიდობა. გვარით დაინტერესდა რა თქმა უნდა მეცნიერები, რა თქმა უნდა ისტორიკოსები, საიდან მოდის ეს გვარი. აი დღემდე გეუბნებით რომ დღემდე კანთარიას გვარის წარმოშობის თემა ბოლომდე არ არის მიყვანილი. ვიცით რომ მოდის მე-14 საუკუნიდან რამდენიმე მეცნიერი ადგილობრივ დონეზე და თბილისიდანაც იკვლევდა ამ გვარს, წარმოშობის გვარს და მივდივართ იმ დასკვნამდე რომ გვარი არსებობს თუ მე-14 საუკუნიდან არის დაკავშირებული მეომართან, რადი გაამართლა კიდევაც კანთარიანთან დროშის აღმართით და სხვადასხვა ვერსიებით არის დაუშვათ ვალერიან კანთარია ამტკიცებს სოფელ აკეთიდან ლანჩხუთის რაიონი, ყველა ბევრი კანთარია და მთელი სოფელი აკეთი არის კანთარიები. მაგრამ ძირითადი ძირი მაინც კანთარიების არის ჯვარი, წალენჯიხის რაიონი, ქალაქ ჯვარი, სადაც ყველაზე მეტი კანთარია ცხოვრობს, ზუგდიდის მერე
და ვალერიან ქანთარიას მოსაზრებით გვარი ქანთარია არის ქავთარაძეები წამოსული სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და შემდეგ უკვე მოხდა მისი გარდაქმნა. თუმცა ძირი ქანთარიებს, ქავთარიებს, ქავთარაძეებს, ქადარიებს, ქავთარაშვილებს გვაქვს ერთი ფუძეა. ერთი ფუძიდან წარმოიშვა ეს გვარი და სპარსული განმარტებით ქავთარაძე ხო ქავთარა რომელიც მე ქანთარიარი გადაკეთდა ერთ-ერთი მოსაზრება კიდე ნიშნავს სპარსულად აფთარს ქავთარი აფთარი ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმა აი ქავთარიდან სპარსული გავლენით მოხდა შემდეგ ამ გვარის ფორმირება აფთრის ამოგახსენო მაგრამ ძლიერები გიხართ აფთარი ის ქანთარი და იტალა კიდევაც რაც შეეხება ვანჯიმანია ეს პროფესორი ჟურნალისტი ამ სოციალურ მოქმედებას ამყოფოს რომ ეს გვარი ქანთარია არის წარმოშობით და ჯვარიდან პაატაცხადაია იყო პროფესორი ასევე ადგილობრივი იყო ეს ჯვარიდან წარმოშობით მას აქვს ძალიან ბევრი კვლევა ამის გარშემო ტოპონიმი დასავლოდა საქართველოს მასშტაბით ყველა სოფლის დასახელება ყველა გვარების წარმოშობა მეგრული გვარებთან იყო აუცილებლად კავშირში ამტკიცებდა რომ წალენჯიხის რაიონში არის პატარა სოფელი ჩქალთან კაფთიქია ჩოროწყუს რაიონთან არის მოსაზღვრე და სხვათა შორის ლაკადას ეძახიან სამეგრელოში მთისწინებს. აი თარი კავკასიონის თავრეხელზე მიდის და შემდეგ უკვე დაბრდება ეს ჩვენ ეგრისის მთები და იმის წინა მდებარე ადგილებს ქვია ლაკადა. ანუ ჩვენ ვართ ლაკადელები წარმოშობ. ჩოროწყუს შეიძლება უწოდოთ ლაკადა და ასე შემდეგ. მან არის კავთი. აი კავთი და ოთოფური ანუ თაფლის სადაც მოიპოვებოდა ბეკიდი რაოდენობით თაფლი და ტყეში სადაც ფუტკარი იყო და მოხურის ფუტკარი ხო მოხური მოსაზღვრე სოფელი იყო გავრცელებულია მთელ მსოფლიოში არის აღიარებული თაფლი აი ოთოფურე თანტი და იყო კავშირში ერთმანეთთან და შემდეგ წარმოიშვა თითქოს გვარი კანთარია მაგრამ ან ვერ ვიტყვი მე კანტში არ ცხოვრობს კანთარიები მიმდებარე სოფლებში არიან მიმდებარე სოფელი არის მედანი, წალენჯიხის რაიონზე ვარ საუბარი, სოფელი ჩვალერი და ეს არის ეგნატე ფიფიას სოფელი წარმოშობით, ეგნატე ფიფია ცნობილი პროფესორი და ქირურგი იქიდან იყო, იქ რამდენიმე ქანთარია ცხოვრობს და ლეკანთარე, ასეთი წინსართი, აი დავუშვათ არის ხელწანებით ბრეგვაძე, მაგრამ ეს გვარი არის მეგრული გვარი. ქანთარი არის თავიდან ბოლომდე მეგრული წარმოშობის გვარი და სოფლებში ადგილებს, სადაც დავუშვათ სოფელი თემი არის ჩამოყალიბებული, მანდ უთავენ ხოლმე გვარს წინ ლე. დავუშვათ ქანთარია, ხო? არის ლე ქანთარი. შამუგიები ლე შამგე. წურწუმია დავუშვათ არის ჩოროწყუში წურწუმი ლე წურწუმე, აი ესეთი ისა ლე, ფრანგული ლე და შემი გაგრძელება. და კიდევ არის ასეთი მოსაზრება, შვილზე ხომ თავდება გვარები საქართველოში კახეთში უფრო. შვილი მეგრულად ასოცირდება იასთან, აი დავუშვათ ჩვენ ხო არ ვიქნებით ქანთარის შვილი. კანთრი, აი კანთრი იყო სახელი და ანთრია, შემე დაემატა წინ ქ და გახდა ქანთარია. აი ესეთი მოსაზრებაც არის. რამდენი ხარ? ჩვენ ვართ და ერთი კიდე ბოდიში საკულისო მოსაზრება რომ ანთრი იყო მეგრული ღვთაება. ანუ მეგრული ღვთაების შვილები ვართ ჩვენ. მებრძოლები იყვნენ გლეხები ძირითადად, მაგრამ აზნაურებიც არის ქანთარიებში. ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი მაღალი დონის წოდების აზნაურები, მაგრამ დაბალი დონის აზნაურები ქანთარიებში მოგეპოვება. ჩვენ ვართ დღეს 3600-მდე. ძალიან არ ყოფილი. ხარ არის, ბევრი არა ვართ. მაგრამ შედარებით საშუალო
საშუალო იმაზე გავდივართ. ბერიძე არ ვართ და იქ კვარაცხელია და ბევრი გვარები და ყველაზე დიდი კვარაცხელია მოგესწრება. ქართული გვარი მაისურაძე იყო ყველაზე დიდი და დღეს ჩამეძიებით ალიევია უკვე. ალიევი ქართული გვარია და არა ქართულში. მე ვეძახი საქართველოს ათემაში კაპარაძეები, მაისურაძეები, ბერიძეები ესენი შედგება ბევრი. ანუ რატომ რას ვამბობ? და აი მათი განაწილება მოხდა ჯვარიდან. ჯვარში არის ლექანთარე და შემდეგ გადაინაცვლა ზუგდიდში. ზუგდიდის რაიონში ყველაზე მეტი კანთარია. მათი სოფელი ძირითადად და მოდის სოფელი ინგირიც არის, დარჩელი და უკვე ქალაქი. თვითონ ქალაქშიც არის ძალიან ბევრი. შემდეგ სამეგრელოს ვამბობ. ყობი, თვითონ წალენჯიხა, ჯვარი, ხობში არიან კიდე კანთარიები და შემდეგ უკვე მოდის იმერეთი, ეს არის სამტრედია. ძალიან ბევრი კანთარია ცხოვრობს სამტრედიაში და ძალიან ცნობილი ადამიანებიც არიან და მე დავასახელებ შემდეგ რამდენიმეს რომ მარტო მელიტონი არ არის სხვებმაც მოიპოვეს თავისი ადგილი ამ გვარში ძალიან ღირსეული ადგილი და საქართველოს სინამდვილეში და შემდეგ არის ლანჩხუთის რაიონი სოფელი აჭეთი როგორც აღნიშნე და მე მათთან შეხვედრა მიხარია განსაკუთრებით არიციან მეგრული მაგრამ ამბობენ რომ ჩვენ ვართ წარმოშობით ჯვარიდან სამეგრელოდან ათუნში არიან რამდენი მაჭარაში ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი სხვათაშორის ძალიან განთქმული და ჩვენი გვარის ერთ-ერთი თამამ დამფუძნებელი გახდათ რაც გარდაცვლილი ცხონებული პატრიარქის ტახტის დამცველთა ესეთი ჩოხოსანთა ის არსებობს კიდე კონვიციტა და ის წევრი იყო ლევან კანთარია რაც განსვენებული ძალიან ვაჟკაცი კაცი რომელიც მე პირადად გვერდში დამიდგა როცა ამ კონვიციტებს ვატარებდით ორგანიზება მიდიოდა გვარების მოძიება სახელების გვარების სოფლების მიხედვით წინა კურთხევის პერიოდში ხომ თქვენ თვითონ ძალებით გვარის წინამძღოლი და შემე თარბაზის უკვე მოგესწრებათ რომ რაც ძალიან რთულ და დიდ მოცულობის სამუშაოდან გვაქვს ხოლმე საქმე ამ შემთხვევაში თუ იმუშავებს სამუშაო ბევრია თანამდებობის მიერ ხდება ეს ყველაფერი და თქვენაც და ძალიან დიდი ინტერესით მაშინ ახალი და ის იყო Facebook-ი გამოგონილი და ჩვენ ესე არის გამოვიყენეთ ეს სოციალური ქსელი სერიოზულად და მოვიწვიეთ ეს ხალხი კანთარიები და პატრიარქმა აკურთხა. გავამეორებ რომ ეს არის დიდი მადლი ჩვენ მაშინ როგორც ყველა გვარმა შევქმნით ჩვენი ხატი ეს არის წმინდა გიორგის, წმინდა ჭკეგეს, მეგრულად ჭკეგე, წმინდა გიორგი და ემბლემა ჩვენი გვარის ემბლემა გავაკეთეთ ჯვარში არის ეკლესია სამწუხაროდ დაინგრა ის დაანგრიეს თავის დროზე ბოლშევიკებმა ეს ეკლესია და ის ადგილზე ჩვენ ქონდა ეს გამოჩნდა საძირკველი იმინა გაჩვენოთ აი ესეთი საძირკველი ამ ფორმის საძირკველი ჩურის ფორმის საძირკველი გამოჩნდება იქ თუ არ გავუშვით იმაში გაშვებული ხო ძალიან ესეთი ლამაზი რაღაც მიიღეთ ჩვენ სცენარიოებს და გვარი კანთარია ეს დროშა შესანიშნავია მელიტონ კანთარიასთან დაკავშირებით ორივე სიტყვით რომ თქვენი ციტონ ეს არის ჩვენი გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი დაიბადა ჯვარში 1920 წელს და ბაბუაჩელის ბიძაშვილი არის მელიტონი ჩემი ბიძა არის ჩემი ბავშვობის წლები ჯვარში გაატარა მან სკოლაც დაამთავრა გაიწვიეს საბჭოთა კავშირის რიგებში წალენჯიხის რაიონის კომისარიატიდან ისევე როგორც ბაბუაჩენი ვალოდია ვლადიმერი და მოუწია ჯერ როგორც ყველა ქართველს ქერჩი სევასტოპოლი ქერჩი სადაც იყო ქართველი
ჯარისკაცების მთავარი სამარხი, მთავარი საომარი ადგილები უამრავი ქართველი ჩაწვა იმ წაში. უამრავი ჩემი რაიონი 9 წელი მე წალენჩიკის რაიონის გამგებელი ვიყავი და როცა ჩავედი იყო სადაც 700 კაცი იყო საბჭოთა კავშირის ვაიამ ომში სამამულო ომში ვინც იყო გაწეული ჯერ კიდევ ცოცხალი და ბაბუა ჩემი იყო ჯვარის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე და წალენჯიხაში მაშინ იყო რაც განსხვავებული ეროდი კვარაცხელია ვინც იყო თლიანობაში და ყოველ წელს ახლდებოდა აი საერთოდ არ დარჩა არავინ არ დარჩენილი ქალბატონი იყო ისიც ზოგში იბრძოდა და ქალბატონი არის ვარვარა რუსიის კვარი არ მახსენდება რუსიის ქალბატონი მელიტონი გადარჩა ამ ძიმე ომებს ქერჩის სევასტოპოლის მიმართულების შემდეგ ვოვი იყო სხვათა შორის ბაბუა ჩემი ვლადიმერიც ზუსტად აი ამ ადგილებში იბრძოდა და შემდეგ თქვენი ისო ვლადო ჯანტურია ჩვენი ზენა საბჭოს თავმჯდომარეც იყო ელჩის იმაში გერმანიაში ეს არის მოსამართლე სტრასბურგში საქართველოს სახელით ასევე წარმოადგენს რამდენიმე ქვეყანას მამამისი და ბაბუა ჩემი ერთად იბრძოდა კანთარია და ჯანტურია შემდეგ ბაბუა ჩემმა ვერ ჩააღწია ბერლინამდე ვლადიმერმა იქ ფოტოები მე დაერთვება ამას ვარშავაში დაიჭრეს და ვარშავის განთავისუფლებისათვის დაჯილდოებულია ასევე ორდენით მელიტონი ჩავიდა ბოლომდე კანთარია ბოლომდე ჩავიდა და ეგრეთ ასეთ რაღაცას რომელიც ცნობილი არ შეიძლება იყოს მაგრამ ეს მე ვიცი იმიტომ რომ მელიტონ კანთარიას სწავლობდა საბჭოთა უშიშროება იმ წლებში 45-ის მაისის აპრილი ასე როგორც კი შევიდა საბჭოთა ჯარები და ამბობენ ძალიან ბევრი გაწდა რა თქმა უნდა გაწდა ძალიან ბევრი მაგრამ სტალინს უნდა რომ დროშა აეტანა საბჭოთა ჯარისკაცს და ბერიამ გადაწყვიტა რომ ეს დროშა საბჭოთა ჯარისკაციდან ერთ-ერთი ყოფილიყო ქართველი და მაინც დაემთხვა იმ კუთხიდან მაგრამ სწავლობდნენ ისე როგორც სწავლობდნენ რამდენიმე გვარის წარმომადგენელს ქართველს მან იყო მთელი როტა სიმონიანი იყო როტის უფროსი პოლკოვნიკი გვარად სიმონიანი მან დარი ფოტოები თქვენ მაგას აჩვენებს რეჟისორი გადაცემის ბოლოს სადაც დგანან უკვე გამარჯვების დროშა ვინც აიტანა ეს ხალხი გარეთანი გამოფენილი და იქ პატარა პოლკის შვილიც არის ერთ-ერთი და რუსმა ეგორომა და განსაკუთრებით მელიტონ კანთარიამ პირველად მოგიდა დროშას ისწავიდა და მელიტონ ეს ეგორები უკუნიდან ამაგრებს აი დროშას თქვენ მე როდესაც ეს გადაცემა გავა ეთერში ფილმებიც გადაღებული და შორის რეალურ სიტუაციაზე რეალურზე მაგრამ მე თქვენ ისეთი ფოტო მასალა მოგაწოდეთ სადაც ესე იგი შეგიძლიათ ნახოთ 1967 წელს ჩამოვიდა მელიტონ კანთარია და ნატოის ეგოროვი ჩამოვიდა ჯვარში 1967 წელს და მელიტონმა ჩამოიყვანა და ძმადნაფიცები არიან მელიტონი გახდათ სმოლენსკიდან იყო ეს პატრიცემ ეგოროვი და მელიტონი აირჩიეს სმოლენსკში საპატიო მოქალაქედ სმოლენსკის და ეგოროვი აირჩიეს აქ უკვე ჯვარის და წალენჩიკის რაიონის საპატიო მოქალაქედ იმ წლებში და 67 წლის ფოტო მასე ახალგაზრდები არიან 20 წლის დასწავლებულია ომი 22 წლის ეს ფოტოც არის მე ჩამომაკითხეს ჯვარში ორივე ბიძაშვილებმა ბაბუა ჩემმა ვლადიმერმა და ასევე მსახურობდი ბალაშიხაში მოსკოვში ჩამოვიდნენ ნუ იქ იყო სცენები ბატონო ირაკლის აი ჩემთან ერთად მსახურობდა 120 ქართველი ბაშკაცი ჩვენ პირველი პარტია პირველი გავუშვეს უნივერსიტეტის სტუდენტები ვისაც კურსიც აქვს დახურული რა პირველი კურსი დავხურეთ და მე ადრე ხო მეცაცები ვიყავ 66-იანი ვარ და
ჩვენ მოგვიწია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პირველ კურსს ხურავდი, ნედაბორი ეგრეთ წოდებული ნედანის იყო არ ყოფილა ჯარისკაცი საბჭოთა კავშირის მე ხა ერთი ზარი იყო საკმარისი ჩამოვედი გავაგრძელე კი ჩვენებია მეც გავაგრძელე მაგრამ 2 წელი მომიწია აი დავკარგეთ ასე თუ თუმცა რაღაც გამოცდილება მაინც ხომ მივიდა დამოკიდებელი ძალიან დაკავშირების მე ეგ სტარშინა ვიყავი სტარშინა იყო მაგალითად ინციდენტი მომიდა მე გამიშვეს იმიდან ძალიან ცუდის მოხდა რა მომივიდა ჩვენები ქართულებს შეცხოვდნენ ჩონდე ან დასახლებისთვის გამიშვეს მილიტონმა იმ გადებით მიშელა მაშინას დისბაჩი არ გამიშვა საშველებლად ჩამოვიდა ასე არა მანამდე კარგამავზე ჩამოვიდა არა მაინც მოიწვიეს იქ არის ნახავთ პატონოსა მე თვითონ და გენერლებით განა თვითონ ვერ ტრიბუნები დივიზია მოაწყვეს რა პლაცზე და მისავნება და ეს გენერალმა დაუკეთა ეგრეთ წოდებული ბატაკი ჩააბარა დაკლადი ეგრეთ წოდებული და მილიტონმა თავისუფლად უთხრა ბოინა ეს უთსუბათ მოკლედ თქვენ იცით რომ ეს არის ესეთი პიროვნება იყო მიღებული ყველგან ერთო ბაბუაჩემს ხუდი ჩამოვდა და ბრეჟნევმა მაჩუქა ესეთი ხორებიანი ხუდი იყო ნორკის ეგრეთ წოდებული ძალიან ესეთი აცმა ჩვენთან დადიოდა ხშირად სახლში მეთადები თუ ვინმეს იერიდეყო და ეს იყო ვალოდია კათარი ვალოდიას ბაბუაჩემი იყო პატივისცემით განსხვავებული ხო უფროსი იყო და ამას თორე მაგას ის თავისუფლად აღებდა კოსიგინის კარებს აი ეს შეიძლება შესულიყო დივანს არც ეკითხებოდა პატივისცემდა და ახლა საბჭოთა კავშირის გმირი და განსაკუთრებული გმირი იყო იყვნენ გმირები ტანკებს ჩაუვარდნენ ვიღაცებს მაგრამ ამ კაცმა რატოა ეს სახელი და მაგ იგოროვმა სხვათაშორის ძალიან ბევრჯერ ჩვენთან მე პატარა ვიყავი ყვებოდა ამბებს რაღაცას და მას არ უყვარდა ამ მომენტზე საუბარი აი ეს როგორი იყო ეს ამდენჯერმე უკირკითე მაგრამ ვერ მივახციე იმას მაგრამ ერთხელ მოყვა და მითხრა რომ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და როგორ იყო ანუ მე დავსწავლოს როცა ვთქვი რომ სწავლობდნენ მე უნდა ყოფილიყო რანაირი ოჯახიდან ასევე შეისწავლეს ეს ეგორები უნდა ყოფილიყოს კოლმეუღლის ან მუშის ოჯახიდან რამე წარსული კულაკური ხმა ჰქონდა რამე თავადური იყო თუ არა უბრალო კაცი იმიტომ რომ ეს იქნებოდა მე სიმბოლო მთელი ხო საბჭოთა კავშირის ან მუშა ან კოლმეუღლე როშის დადება იქ სადაც უკვე დამთავრდა იქ აი წერებოდა კოლმეუღლე მელიტონ კანთარიდან მაიტანა დროშა და მას აძლევდნენ წოდებებს იმიტომ რომ ეს კოლმეუღლეებიც იბრძოდნენ იქ და არ იყო მარტო ჯარისკაცები და ეს ანუ ეს ეს იყო პოლიტიკა რომ აიტანა უბრალოდ ლევა შორის საბჭოთა კავშირის დროს ძალიან ბევრი რაღაცები პოლიტიკა იყო ძალიან გამაზრდა. აი თუნდაც ერთი ჰქონდათ მათ რომ საბჭოთა კავშირში არ უნდა ყოფილიყო საშუალო დროუმთავრებელი. საშუალო სკოლა უნდა ქონებოდა ყველას დამთავრებული. მე მაგალითად ვიცი ჩვენ სკოლაში საღამოს საშუალო სკოლა იყო. და 4 წელი, 6 წელი, 8 წელი ციხეში რომ გაატარეს, რომ ბრუნდებოდნენ, ღამის სკოლაში შეყავდათ. რომ მათ საშუალო სკოლა დაემთავრებინა. სწავლა და შრომა სწავლა შეიძლება თავზე იკლავდნენ, მაგრამ მე ცხადდებოდა მთელ მსოფლიოში რომ საბჭოთა კავშირში საშუალო გაუნათლებელიც არ არის. ყველას აქვს საშუალო განათლება. ამიტომ იყო ეს გაკეთებოდა დღეს მოგადიეთ ეხლა საშუალო სკოლა კი არა, თუ გინდა მე 5 კლასიდან გამოდი, კაცვილი არ გითხულობ, მაგრამ ბევრი რაღაცეები მართლაც უმუშევრობაზე სჯიდნენ, დიქტატორი მიყავდა, კაცო, ბოდიში ხდი და პლეხანოზე მუშაობდი, მე ერთ კინოს დირექტორად და დამაკეტინებდნენ, გამომართვინებდნენ და კარებში იდგნენ, რომ ამ დროს რატომ ხართ კინოში, რატო არ მუშაობთ? კი. და ბენზინი რომ კალისტრებით ვიდექით, იქაც მოდიოდნენ და კითხულობდნენ, რომ შენ რატო არ მუშაობ, რატო დგახარ აქ? ის პერიოდი იყო, მაგრამ ეხლა აბადიეთ და იმას გიჩხუბებია რატო მუშაობ. მივახცეთ ისეთი ძალეთ თქვენ გვარზე თუ რამე გსურთ, კი ბატონო.
გამოჩენილია. მე პირადად თუ კანთარიას დავინახავ, ჩემთვის არის რაღაც მოვლენა. დინა დედაყაბლეს კანთარია, არის ესე მაგრის გულში მაქვს რა. ფათაშორის მე ძალიან მომწონს და მოხარული ვარ იმის, რომ 300 კაციანი სუფრა რო იყოს კახეთში, იმერეთში, რაჭაში. და თავში რო ერთი მეგრელია და ბოლოში მეორე მეგრელი. მეგრულად რო ესაუბრებიან ერთმანეთს, აი რა არის იცით, ეს არის რაღაც კუთხური სიყვარული. ერთმანეთისადმი და რაღაც ისა მაგრამ ერთმანეთს რო ჭამენ მაგი აღარ არის კარგი. როცა სხვა იმაში ხედავთ ხოლმე. ეგ არისო, სხვათა შორის ყოველთვის ამბობდნენ რომ მეგრელის იმას არ დახევს, მაგრამ ვიღაც არაკაცებმა ეხლა ამინაკავებით ჯერ ნაფთვა შეიძლება გააკეთა ეს და ის არის სამართლიანი მეგრელი სხვათა შორის. შეიძლება სხვა გადაცემა მაგმედა კიდე არ მინდა მაგაცი ლაპარაკო. კი, გაიხარე, განაცალებს ძალიან. ეხლა ჩვენ ვამბობთ რომ აი მელიტონი და გასაგებია ჩვენი სიამაყეა და სხვათა შორის ყველა მეგრელს და ყველა კანთარია თუ ვინმე არის კანთარი. მარტო მეგრელებს არა, მთელი საქართველოს სიამაყეა რა ეს. არა, მე ვამბობ რა, თუ ვინმე კანთარია არის, ხო? მოსკოვში ყველას ბაბუა რა. это мой дед. ამბობ და მე სხვათა შორის იმართავს პატარა პატრიარქას გამოგო, არის იმათ გამოხატავ. ინა რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა სხვათა შორის ყველა ვოლში ვიყავი და ვიყავი მე სახონოვოში სტუდენტი, მაშინ ჩემი გიგლა ბარამიძე იყო და ლადო ჭანური იყო ჩემი კომისარი, უნივერსიტეტიდან წავიყვანეს. ხო და საფონოვოს ქალაქის და სმოლენსკის პირველი პირები მოვიდნენ ჩემს გასაცდელად სტუდენტის. ხო და აი მელიტონი ჩემი ისა იყო. ოქალაკენა ყველა იმაში ერთ-ერთი გამოვიდა სხვათა შორის ამასიდან ეპშტეინის წევრი იყო, ეპშტეინის წევრი ყოფილა გასულეს კანთარია ელენა. მე არ ვიცი რომ ეხლა გუგლ ძალიან ლამაზი გუგლ, მაგრამ ვისი შექმნილია იქ რუსეთში მე ვიტყვი ხა რომელი კანთარიას რაღაცა წაუწდა ხელი ეთყობა და დღეს პიროვნება არის ცნობილი ამ პიროვნების პატივსაცემად მე მაგალითად არ ვიცი ახლა თუნდაც გავაკეთებ კარგად მოსკოვში ვიყავი ჩასული საქმეზე და გადიოდა კონცერტი გადიოდა აღარ მახსოვს ძალიან ცნობილი მომღერალი იყო და მიდოდა 3 ბილეთი იქაური დამებატიშნა ხო და რომ მივედი რას ლაპარაკობ ბილეთს არ ნახავდაც ხო და გავითამაშე ასეთი რაღაცა რომ მე ვუთხარი ნანი ბრეგვაძე უნდა ჩამოფრინდეს და გვარი სამი თან გვარი ჩემი ბრეგვაძე სამუთი ვაჩვენე და აუცილებლად მე ვუთხარი დამიბრუნეთ 3 ბილეთი დაბრუნეს იმ წუთში რაზეა საუბარი არ მინდა ურეკავდა ნანის რაზეა ბრეგვაძე ვარ აგერ ბიძაშვილი ვარ ჩამოსული ვარ წინასწარ დამიბრუნეს 3 ბილეთი და მივედი ბილეთები მაქვს უკვე დაბრუნილია და ნუ ელოდებიან ნანი ბრეგვაძეს ხო წარმოგიდგენია ყვავილებით რაღაცებით და შეუძლოთ გახდა ვერ მოდის მაგრამ ჩვენ წარმომადგენლები და მიგეთყო და უარ შეგვიყვანეთ ძვირფასი ადგილი დამით ის არ გეუბნები გვარი ამას სახელოვანი გვარი რა მოგვარი ნანი ბრეგვაძეს საერთოდ გაუგია საფარი ვითომ რა თქმა უნდა ავიდო ძალიან სამაგო როცა გვარში არის და აბა რაღაც გვარი როდესაც ადამიანი როდესაც იცვლის გვარს იმისთვის რომ მას მარტო გვარის მიმართ კი არა საქართველოს მიმართ აქვს მიქარული რაღაცეები უკვე ეს ძალიან ცუდი არის ცნობილი ადამიანები ცნობილი არიან ცნობილი აი ვინც ახლა არიან მაგაზე გეტყვით სხვათა შორის ბაბუაჩენზეც მინდა ვისაუბრო იქ რო გამოვიდა მე თვითონ ბაბუაჩენს ჰქონდა ძალიან ბევრი ორდენი და მედალი მოგეთ მას ეკეთა ერთადერთი საბჭოთა კავშირის რა ერთი კომპლექსი მე მგონი ეს ერთი და ყველა საკარგა კი მოგვიდა ერთჩენის მასო რამდენი აქვს მაგრამ ეს ერთი ჯობია ერთი წლისა ყველას ერთი ყველას ვისო ბაბუაჩენი გითხარით აი მე იყო წლების განმავლობაში იყო სოფლის საბჭოს თავმჯდომარე მე საქალაქოსი ვლადიმერ კანთარია იყვნენ სოციალისტური შრომის გმირები ყავდა კიდე გვარს კანთარიები 4 მაგდანი იყო ზუგდიდიდან მათ შორის იროდი კანთარია ძალიან ცნობილი კაცი ადამიანი
მეცნიერებაში, კულტურაში, სპორტში გამოჩენილი ადამიანები ყავდა ჩვენს გვარზე. სხვათა შორის ერთი საინტერესო სამომავლე მასალა რომ იყო ასეთი გოგონა კანთარია ხაშურიდან დები იყვნენ ტერეზა კანთარია. ეს ყოფილა დივანი ნოე ჟორდანიას. საინტერესო ტერეზა ხო და მაგისი დაც ორი ძალისი განაცხადი და უფრო გვიანასაკში გადაიცვალა და ეს ტერეზა ძალიან ახალგაზრდა 22 წლის ახალგაზრდა გოგო დაიღუპა იმ წლებში. ნოე ჟორდანიას დივანი. მოგახსენეთ რა ვალერიან კანთარია იყო ასეთი მეცნიერი კაცი იყო ჩვენ კულტურაში კულტურის სფეროში და ცნობილი პოლიტიკოსები რომ დავასახელით მოკლე კანთარია ალექსანდრე კანთარია თეატრის დირექტორი დღესაც უცხოება აფხაზეთის თეატრის სამხატვრო დირექტორი გახავთ მედიცინაში ყავს ძალიან წარმატებული ახალგაზრდა გოგონები კანთარიები ნინო კანთარია ეკა კანთარია მაიკო კანთარია მედეა კანთარია ცნობილი ციგნის დაწერას რა თქმა უნდა ვიფიქრე ჯერ ადრეა ხოლმე ცოტა რთულია ადვილი არ არის ციგნის არა მე დამეხმარება და ალბათ ძალიან ბევრს თავის თავზე აიღებს ახლა უნდა მეთქვა მელიტონ კანთარიას ძმის შვილიშვილი არის ბეკა კანთარია ბეკა კანთარია გახლავთ იურისტი არის დოქტორი პროფესორი დღეს მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან ცნობილი პიროვნება ახალგაზრდა კაცი ჩემზე უმცროსია დაბოაჩენმა გაზარდა ვლადიმერ კანთარია როდესაც იყო ბეკა ძალიან პატარა სახლში მოდიოდა ხშირად და ვალოდია კანთარია წერდა საკომუნიკაციო და ეხა კომპიუტერები დაიმოცება 80-იანი წლებია ცოტა უფრო ადრე 70-იანების ბოლო ბეკა იყო პატარა და საკომუნო წიგნები აი ესე რომ ხელა წიგნები იყო ბაბუაჩენს მოხდა სახლში და მე იქ წერდა ხოლმე და მე ბეკას დაუძახებდა და ბეკაც აი ესე ასწავლიდა იმ საკომუნო რაღაცებს პირდიდებდა ეს ბეკა და ძალიან ცნობილი კაცია დღეს გაიხარებინათ ასევე მე რო აკვირდები რა ჩამოვწერე არ მინდა გვერდს გამომრჩეს მაგრამ აი ყველგან არის კანთარია ცნობილია უკვე ექიმი მურმან კანთარია ექიმი ძალიან კარგი ადამიანია რამდენიმე მე თვითონ ვერ შევხვდი სამწუხაროდ გვარის იმაზეც არის მაგრამ გვარის ყოფთვაზე 300 კაცი მყავდა რა 300 კანთარია ცოტა არ არის რა იყვნენ ვალერიან კანთარია გივი კანთარია მანანა კანთარია არის კონსერვატორიაში ახლაც მევიოლინე პიანისტი ძალიან ცნობილი ქალბატონია დოქტორი და არის კონსერვატორიის ერთ-ერთი წამყვანი ლექტორი ნუპრი კანთარიაზე მოგახსენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან ახალგაზრდები და ერთ-ერთი მათგანი არის ადვოკატი ლევან კანთარია ძალიან ცნობილი ადვოკატია ამერიკაში უკვე ახალგაზრდა ბიჭია ექიმები გითხარით ახალგაზრდა გოგონები რომლებიც კვალიფიციური გახდნენ უკვე და მათ წინ კიდევ რამდენიმე ადამიანი უკვე რაც გარდაიცვალა. აი რამდენი ეცი შეგიკითხოთ ილია მეორე როგორც იცით გვარების სხვა ინიციატივები გვარების განუცვა დაიწყო და მან შექმნა და ჩამოაყალიბა ეს გვარების წინამორბედა დარბაზი. აი ამის შესახებ რას გვეტყვით? როგორი ისო გაკეთეს და რა შედეგებია თქვენი აზრით და რას გვეტყვი ამ დარბაზზე? მოგახსენეთ. თვითონ თქვენ მაშინ გადავდივართ ეხლა ჩვენ. ხო, გადავიდეთ. ილია მეორეს უწყვეტს და უნიტარესის. ეს იყო ეპოქალური პიროვნება, ბატონო ილია თქვენ დაახლოებული პირი იყავით მასხარი ხარ. ჩვენ ვიცით სხვათა შორის იმხელა ის პანო კაფეში გაკეთებული პანო ილია მეუღლის ეს რომ ამაყობ სურათს ვიღებთ ხოლმე ჩვენი ის არა და რომ არის ის და მე ვიყავი როცა ჩამოვიტანეთ ეს გაიხარეთ მენაცვალე მაშინ ბესი კოცლამაზე შვილი ბესი კოცლამაზე შვილი თავმჯდომარე მაგრამ ეს მე შემოატანია ჩემი მეგობარს და ერთობლივად გავაკეთე ეხლა ბოდიშმირთი არსად არასოდეს არ მითქვია რა დაჟდა თახაზე და რამე ეხლა
ეს ათეული ეს შეუფასებელია თანხმობრივადაც და მადლითაც და ყველანაირად ძალიან თავი ის იყო რომ ეს იყო აწყობილი ირანში ხო და იქიდან ჩამოდანი ქართველები ხო ფერეიდები ქართველები არა თვითონ ირანელია ეს პიროვნება თბილისში აქვს ბიზნესი თავისი აი იმ დონეზე იყო შეფარებული ილია მეორეზე სულ რომ ნახავდით ხო ეხლაც რო გავიხსენებთ ხოლმე სულ ფიქრობდა რა გავაკეთო აი ეკლესიისთვის უნიკალური რაღაცა ხო ჩემი მე ვარ ჩემით ამ სურათს როგორ გაგეკეთები ეს ყველაფერი და ეს კაფელში ააწყვეს იქ და სხვადასხვა მიახლოებით 6-7 წელია რაც შეტანილი მაქვს და არ უცვლია საერთოდ არაფერი არ გახუნდება აბა ისეთი კარგი გაკეთებული არის ეს მიხავი საბედნიეროდ მის დასწრაზე და ძალიან ბევრი ფოტო მასალა და გვაქვს და გვარებიც მე 13 მილიონი იღებენ ფოტოებს კი ერთლაც გადაწევენ ბევრი ხალხი უნდა რომ გადადგა ზიმია სხვადასხვა და ბავშვობიდან ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო ხო მე ვესკი წარმოვიდგენდი რომ ეს ასე ძალიან ახლოს გავიცნობდი და მე შევიყვარებდი ჩვენს პატრიარქს იმიტომ რომ მაშინ კომუნისტების დროს თქვენ კარგად იცით და ყველა მიცის რომ წმენა იყო ფაქტიურად აბზალული იყო შენი პირადი ცხოვრება და წარდგენილი მიდუვედეს მეც და თქვენს პარტიის ხაზით გვაქვს დამუშავარი არა მე კომპარტიის ხაზით არ ვარ დამუშავარი მე საუბრობს არა თავრობის ისე არ გაგიშვები არა მოქალაქეთა კავშირის ხაზით მაგრამ დამუშავარი ორი პარტიული სკოლა დავამთავრე მაშინ ეს იყო არ იყო სხვა ვერაფერი მე ვარ თქვენზე 5 წლით უბრალოდ ხო და თქვენ მოსვენთ მე აი მერიტონი რომ ჩამოვიდა ჯარში მე მის მერე ჩავიდივე განაშაული და ბაქოში უნდა წავსულიყავი კიდე ერთი ფაკულტეტი იქ დამიმთავრებია და უკვე ის პერიოდი დაიწყო პარტბილეთები რომ დავა აი რაიკომის დუნობა მარსალი თორე აუცილებლად და ეგეთი 66-იანი ვარ და შევარნაძე რომ დაბრუნდა რუსეთიდან და მოსკოვიდან აი ეს პერიოდი იყო თქვენ და ზუსტად მქონდა მე-17 ნომერი თუ მე-15 იყო ჩემი საშუ იმედის შენობაში შესასვლელი და იქ ერთი წელიწადი ვიმუშავეთ ცხონებული ფიფია თემური ვახსენე და რეგიონალური სამსახური იყო მე ვიყავი კურატორი სამეგრელოს მაშინ და მაშინ აი მაკედან დაიწყო შეხება საპატრიარქოსთან ილია მეორესთან გითხარით რომ ესე იგი ბევრი ქრისტიანი ადამიანები ვისაც მართლა წამდათ მე ვიცი ბევრი პიროვნების მეუღლე ჩამოიფარებდა რომ არ გამოჩენილიყო და ისე შედიოდა ეკლესიაში და ლოცულობდა და სხვათა შორის შევარდნაძის მეუღლეც რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი მე მუშაობდი პარტ ორგანიზაციის მდივნად და ბევრჯერ დამიკახებდა ხოლმე აღმოჩენი კვერცხს ამდღომა დღეს კვერცხს გამოიტანდა მებიაჩენი ხომოსან და კვერცხს გააცითლებდა და მე გააცითლებდა და მოამზადებდა ნუ ვიმალებოდით და ისე არა კვერცხს გამოიტანდა და ის ბევრი რაღაცები იყო რომელიც იგრძალებოდა მართლა მოვშლობდა ბიბლიაჩენის საშინლობა მაგრამ გააჩნია ვინ იყო პიროვნება აი რომ დასჯის პროცესში მე მქონდა ერთ მამაკაცთან შეხება და მითხრა სია გამიგეთეო ვინ არის გასული აღდომასო ეკლესიაზეო და გავაგზავნე ჩემი მოადგილე მყავდა ერთი და რომ მომიტანა სია თანამშრომლების და ნაცნობი ხალხის სულ გადავაკეთე ესე და პირველი დავწერე თვითონ ის პიროვნება ის გამოვალა. ხო რა შევიდე რა არის ეს. როგორ მოთხარ ახალი დაღუპული ყავს მამა და იტყვით რომ არის გასული თქვა სადივაცინდე თავიდან. ნუ ესეთია გააჩნდა ვინ იყო და როგორ იღებდა ამა. ზოგისათვის მაშინ ისეთი პერიოდი იყო პარტბილეთი რომ დაგიგარქა თავი უნდა დაგიგარქა. ხო ისეთი იდეოლოგია მიდიოდა და ისეთი ისა და იმ პერიოდში ის იყო უმაღლესი ცოდნის მიღებაც უმაღლესი სამსახურში ვერ დაიწყებდი ნორმალურად მუშაობას რო არ მოფილიყა ხო და დღეს უკვე ამას აცხადებენ ой შენ აქ იყავი შეკრული და იქ არცად შეკრული არ იყავი შენ სამსახურს ასრულებდი ეხლა ბაბადი პარტ ორგანიზაციის მდივანი და პროფკავშირების თავმჯდომარე და დინამო სტადიონზე მოადგილედ მუშაობდი 2 წელიწადი ეხლა ეს ჩვენი საქმე გქონდა. აბა რა. ხო, ლატარია თამაშდებოდა, იქ იყო ველოსიპედები, მანქანები თამაშდებოდა ისა და
ეხლა რაც არ უნდა იძახო რა ურთიერთობა გქონდა რუსეთთან არაფერი რა შეხება გქონდა საერთოდ პირიქით ყოველი მეორე მდივანი ჩვენთან იყო რუსი აი იმით კონტროლდებოდა მთელი რეგიონები ჩეკავდი კოლბინი იყო ბოლოს ხო იყო ესე იგი მაშინ რაც განსვენებული აფელში არის ჩვენი პატრიარქი და პატრიარქმა ძალიან აი გამიზნებულად გააზრებულად ეს მეოთხე ბავშვის ნათლობა ეს გვარების დალოცვა ასეთი რაღაცები ამან მოიფიქრა იმისათვის რომ თვითონ აი ეროვნული ღირსებების შენარჩუნებული იყო ურთიერთობა დემოგრაფიული რა ხო ეს ყველაფერი 50000 მეტი არის აი მე მაგალითად მთელი ცხოვრება ვიცოდი რომ ვიყავი იმერელი იმიტომ რომ არ ვიყავი დაინტერესებული ღრმად გამეკვлия ჩვენი გვარის ისტორია და თორემ რაჯოლები ყოფილა თქო სწავლათა წამოსული ხო იმიტომ რომ 70% ეხლა ცხოვრობს იმერეთში ჩვენი გვარის თორემ რაჭიდან არის წამოსული და ასეთი ეს გავიერი გავიცანი გავიმეგობრდით და ამიტომ ეს ილია მეორის დაწყილი საქმე ჩვენ არ უნდა მივატოვოთ პირიქით აი მისი ხსენებისთვის მის საპატივსაცემლოდ უფრო გულიანად და გემრიელად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი 300 გვარი არის აი როგორც თქვენ მოგზავნით ეხლა 300 გვარი ყავს უკვე მოყვანილი გადაცემაში და თქვენმა გვარმა იმედია რომ ცოტა მაინც გაიგო აი გვარის შესახებ რასაც ვაყვებოდით და დაინტერესების შემთხვევაში აი გვიდის ტელეფონი თქვენ დაგიკავშირდება ჩვენ დაგიკავშირდება იქ გვაქვს ეხლა წიგს რო ვაკეთებთ იქაც იწერება მოკლე ისტორია ამიტომ უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები ჩართულები არიან საზღვარგარეთ რა ხდება ვიღაცა ფეხბურთელმა რა ქნა იმა რა ქნა არიქა შეიძლება არა ჯერ დაინტერესდი შენით რაც შენია შენი ისტორიით შენი ქვეყნით შენი იდენტობით და მე რა თქმა უნდა თუ კი დრო გაქვს და საშუალება და სურვილი დაინტერესებს სხვისი სხვას გებულობ ჩვენი არ ვიყოს ფარამეს გეტყვით კიდე კანტარი ინდოეთში არის კანტარია ესეთ ფეისბუქზე ყავს მეგობრები რო უკავშირდები საიდან ეს გვარი მეთქი თვითონ არის ის αλλά ინდოეთში არის ერთი პროვინცია ხალხი მასანება სახელი რომელიც ქვია კანტარია აი ველს აი ტერიტორიაზე ტრიალი მინდორი ძალიან დიდი და ამას ქვია და იქიდან წამოსულა თურმე სულიად დაუყიდებლად კანტარია ზე აი მიტეშ კანტარია ფეისბუქში ყავს მეგობრები 15 კაცი ყავს ინდოური კანტარია ისე გენაც ძალიან ძალიან ჩამოასვენეთ იმიდან როში აღარ მეტივით და ამიტომ უთხარით თქვენ გვარს რაც გაგეხარდებათ იმართე ჩემ გვარს ესე იგი სიმპლიცეს უსურვებ დიცი ხალხს დიდბედნიერებას ათილია მეორესთან დაკავშირებით ვერ მოვასწარ იმდენი რაც და მესაუბრა მაგრამ გვარი დალოცვილია მის მიერ ეს არის დიდი მადლი თქვენთვის ყველა თქვენთაგანისთვის შემოხამთარიებო ახლა ბოლოს ის ჩვენი რა ქვია ხატი დაწერილია აქ საპატრიარქოში ჯერ კიდევ მოგზაურობს სამეგრელოს რეგიონში და მე აუცილებლად ჩვენ მას გავუსწავლით აკეთში ლანჩხუთის რაიონში ასევე სამტრედიაში და მე მინდა და ძალიან აუცილებელიც არის რომ პატრიარქის მიერ ნაკუთრი ხატია ეს და თქვენმა ოჯახის წევრებმა ყველა თქვენთაგანმა რომ მოილოცოს ამ ხატის წინ ეს იქნება მადლიანი საქმე და უფრო გაგაძლიერებთ უფრო დოვლათიანი გახდებით უფრო მხნე ჯანის ინტელექტ მოგემატებათ და ძალიან დიდხაზით საამაყოთ დაუცილებლად უფლისგან როგორც გვარის სინამდვილეც მეც გისურვებ წარმატებებს ჯერგანსო მეგობრებო გადაცემა მივიდა ბოლოსკენ დასასრულისკენ პირველ რიგში მინდა კიდევ შევახსენოთ რომ ამ წელს ჩვენი გადაცემები მიძვნელი იქნება ილია მეორის სცენებაზე ყოველთვის და უნდა ვთქვათ რომ დიდი მადლობა და უფალთან ახლოს არის ჩვენი სულიერი მამა დიდი მადლობა მას დიდი მადლობა საპატრიარქოს დიდი მადლობა დღევანდელ ტელევიზიას საიდანაც ჩვენ გაწვდით ინფორმაციას და დიდი მადლობა
გვარის წინამძღოლთა დარბაზში მყოფ გვარის წინამძღოლებს, გვარიშვილებს მადლობა მობრძანებისათვის და გთხოვთ უგუროთ გადაცემას, მივიღოთ მონაწილეობა გვარის წინამძღოლთა დარბაზის მცირედ პატარა რაღაც დავალებებში, რაღაცაში, რომ ეროვნული საქმე ერთად ვაკეთოთ, შეჯგუფებულად, გმირულად, გემრიელად, ქართულად. უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, იხარეთ.